შენი ასაკის ადამიანებს უყურებ, რომლებმაც იციან რას აკეთებენ, არიან ფინანსურად სტაბილურები, წარმატებულები. ეს გრძნობა ძალიან კარგად ვიცი. როდესაც უყურებ ვიღაც შენზე წინ როგორ მიდის და გეწყება პანიკა, გიპყრობს დაუოკებელი სურვილი, რომ ეს წლები რაც შეიძლება სწრაფად აანაზღაურო. ეს არ არის უწყინარი შეგრძნება და ეს შეგრძნება ისეთ გადაწყვეტილებებს მიგვაღებინებს, რომლებიც შეიძლება სამომავლო წლები დაგვიჯდეს. როდესაც პანიკური შეგრძნება გვეუფლება, ტვინი ეგრევე ეძებს, რაც შეიძლება სწრაფ გამოსავალს, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრეს. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს არის ერთგვარი სტრატეგია, მაგრამ არანაირი სტრატეგია არ არის ეს, ეს არის უბრალოდ შიში და შიშით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდ სტაგნაციაში გვაგდებს და კიდევ უფრო მეტ წელს გვაკარგვინებს. ეს შეცდომა პირადად მე მინიმუმ ორჯერ დავუშვი, თუ არა სამჯერ. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიმეღწია წარმატებისთვის, რაც შეიძლება სწრაფად გამდიდრებულიყავი და პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მიდგომა არ მუშაობს. მოკლედ, ეს არის ფასი, რომელსაც ვიხდით სიჩქარისთვის. და ლოგიკურიც არის, ცოტა მექანიკურად თუ შევხედავთ ამ საკითხს. იმიტომ, რომ შენ რო რეალურად გაიგო, რისი გაკეთება გინდა, გჭირდება დრო, სივრცე. უნდა მიეცეს შენ თავს საშუალება, რომ გითხრას, რას მიუწყვინდა იგი საკუთარ თავს. მაგრამ პანიკაში მყოფი ადამიანი ამ ნიუანსებს ვერ ისმენს, იმიტომ რომ როდესაც პანიკაში ვართ, უბრალოდ გვინდა, რომ რამენაირად გადავრჩეთ. ამ დროს ჩვენი თვალთახედვა ვიწროვდება და ვეღარ ვხედავთ იმ უამრავ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება სულაც ცხვირ წინ გვედოს. რაც უფრო ავჩქარდებით, მით უფრო ნაკლებად გვეცოდინება რა გვინდა და უფრო მეტ დროს დავკარგავთ იმის ცდაში, რაც არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება. ბოლოს, როდესაც ვიყავი ისეთ პოზიციაში, როცა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ჩამოშორდი სრულიად ყველაფერს დაახლოებით 2-3 თვით. უბრალოდ ვუსმენდი საკუთარ თავს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, რომ რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. და ამ განმარტოვებამ და ამ შენელებამ მიმიყვანა ისეთ გადაწყვეტილებამდე, რასაც სისწრაფეში და შიშის ფონზე ვერასდროს ვერ მივიღებდი. და ეს გადაწყვეტილება იყო, რომ 27 წლის ასაკში დავბრუნებულიყავი უნივერსიტეტში და პირველი კურსიდან დამეწყო იმის შესწავლა, რაც რეალურად მაინტერესებდა. და შეგრძნებითად ეს იყო ყველაზე მტკიცე გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია და ასეთი დარწმუნებული საკუთარ თავში აქამდე არასდროს არ ყოფილვარ საერთოდ. ამიტომ თუ ახლა გრძნობ, რომ ჩამორჩი და გიპყრობს ეს დაუოკებელი სურვილი, რომ რამენაირად ეს შორტკათები იპოვო და ეს დაკარგული წლები აანაზღაურო, მინდა გითხრა, რომ ყველაზე კარგი რამ, რასაც საკუთარ თავს გავუკეთებ, არის რომ შენელდე. და საკუთარ თავს დაუსვი ესეთი შეკითხვა: რა არჩევანს გავაკეთებდი, რომ არ მეჩქარებოდეს არსად? და პასუხი, რომელსაც მიიღებ, იქნება უფრო ნელი და უფრო შრომატევადი, ვიდრე გინდა რომ იყოს. მაგრამ იქნება იმაზე გაცილებით უფრო ნამდვილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც შიშის ფონზე მიიღე. მაშასა და მე, ნელი გზა არის ერთადერთი სწრაფი გზა. ამ საკითხს უამრავი მიკროდეტალი აქვს, რომელსაც სამწუთიან ვიდეოში ფიზიკურად ვერ ჩავატებ, ამიტომ თუ კი რაიმე кейსი გაქვს, რომელზეც ცოტა უფრო კონკრეტული პასუხი გინდა რომ მიიღო, დამიკომენტარი ან თუნდაც პირადში მომწერე.